გორის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის, კარალეთის, ტყვიავის, ტირძნისის, ბროწლეთისა და ქვემო ხვითის სასმელი წყლები განსაზღვრული მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით დაბინძურებულია და არ შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. ამის შესახებ თრიალეთს სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელი ესაუბრა. ორგანიზაციის ცნობით სინჯები 8 სოფელში აიღეს და გაგზავნეს ნათაძის სახელობის სანიტარიის ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. დასკვნის მიხედვით ზემოაღნიშნულ 5 სოფელში სასმელი წყლების მოხმარება სასმელ-სამეურნეო მიზნებისათვის მიზანშეწონილი არ არის წყლის ფაქტორით გამოწვეული ბაქტერიული, ვირუსული და პარაზიტული დაავადებების გაზრდილი რისკის გამო. რაც შეეხება 3 სოფლის ქიწნისის, ფხვენისისა და შავშვების სასმელ წყლებს მიკრობული დაბინძურება არ აღინიშნება. კვლევის შედეგებთან და დასკვნებთან ერთად ორგანიზაციამ რეკომენდაციებიც გამოაქვეყნა. ჩვენმა ორგანიზაციამ გორის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში ჩაატარა სასმელი წყლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზი ლაბორატორიაში და ამ 8 სოფლიდან, როგორც დადგინდა, 5 სოფელში სასმელი წყალი არის დაბინძურებული. აქ არის როგორც ვთქვათ პარაზიტული, ასე ბაქტერიული დაბინძურება, რომელიც რა თქმა უნდა არ არის ასეთი სასმელი წყლის მოხმარება რეკომენდირებული. ასევე ეს სასმელი წყალი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის დადგენილებას, რომელთაც განსაზღვრულია ის ტექნიკური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სასმელი წყალი იმისაც, რომ იგი მიეწოდოს მოსახლეობას. ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა, გორის მუნიციპალიტეტმა მიიღოს შესაბამისი ზომები იმისათვის, რომ მოხდეს ამ სოფლებისათვის ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდება და პირველ რიგში დადგინდეს ის წყარო, საიდანაც ხდება დაბინძურება ამ სასმელი წყლის და შემდგომ შესაბამისი, ასე ვთქვათ, დეზინფექციის თუ შესაბამისი ტექნიკური სამუშაოები გატარდეს, რათა მოსახლეობისათვის ეს სასმელი წყალი იყოს უსაფრთხო და არ იყოს მათი ჯანმრთელობისათვის გარკვეული ზიანის მომტანი. სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით, რომ პრობლემებია, ამაზე იმ სოფლის მაცხოვრებლებიც საუბრობენ, სადაც აღნიშნული კვლევები ჩატარდა. მოსახლეობა წყლის ხარისხის შემოწმების აუცილებლობაზე საუბრობს და პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტს აკისრებს. იქ მიდის და ნახევით თქვენში ამოწევს, მე ხა ნაგვით არის ავწე და წყალი დაგუბებული ვერ აღწევს წყალი. და თქვენ რომ გადაწყვეტეთ მე ესა ხარისხია თუ მარილიანი წყალია. აი რაღაც სუნი აქვს. სუნი აქვს, სუნი. ჟავისუნი. აი რაღაცნაირი აი არასასიამოვნო სუნია. და როდი შეამჩნიეთ ეს? ფილმში შეამჩნია გუჯინჭინა, მე გავშინდეგი. გემოზე? აი არ არის უსიამოვნო სუნი აქვს, არ არის გემრიელი წყალი. მოვიდა ვინმე შესამოწმებლა. არ არის ნაროშ. ან ხალხმა მიაწვდინეთ ხმა რომ ადგილობრივ ხელისუფლებას. აი გუჯინჭინ გავიგე. აი ან რო ავადუებთ ჩაის არამესა ძირში თეთრად იგდებს იმას. მე გეტყვით რა ვირისბრალი უნდა იყოს. გესიამოვნება, წყალი ხან არ გესიამოვნება. აი რას გულისხმობთ, როგორ გემოაქვს სუნი? გემოაქვს. ვისი? სუნიც არა აქვს ხოლმე კარგი. ჭიაყელები ბევრჯერ გამოყვა. ჭიაყელები. რა ვიცი, რა გითხრა? ბატონო? სასმელ წყალში? კი, სასმელ წყალში. როდი შეამჩნიეთ? ზაფხულში რა. ესე 3-4 თვის წინ. მაგას ასვავს? ბატონო? ხალხი მაგას ასვავს? აბა რა ქნას ხალხი მაგას? დაჟე მეზობელსაც ჭიქით დახონა ჭიაყელა. სასმელ წყალთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევის შედეგებზე კითხვა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაც დავუსვით. დავით რაზმაძის თქმით, ამ მიმართულებით პრობლემები არაჯეროვნად შესრულებულმა სამუშაოებმა გამოიწვია, როდესაც ცალკეულ სოფლებში წყლის სისტემის მოწესრიგება ხდებოდა. თავის მართლებაში ნუჩამითვლით, მაგრამ არ აქვს სწორად შესრულებული ბევრ კომპანიებს, ამაზე შეტანილი არის ჩვენი მხრიდან საჭილარეც და აი ამისი გასწორება ხდება. ზუსტად ეს სავალო მდგომარეობა ამან გამოიწვია. მე ვფიქრობ, უახლოეს ხანში ეს ხარვეზები აღმოიფხრება. კი ბატონო, ზუსტად მაგაზე ეს ხარვეზები აღმოიფხრება. შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზი სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის პროექტის ფარგლებში ჩატარდა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.